Magarada dahkari Dada geskijini Oriana deli Roma sakaratwelo Meni sakwanu Ulavid gesturopa Dasana Magarada dahkari Magarada dahkari Tera savitavali Aisleva Vincenere tamane Utseva gakara Sadar postan sheqaras Aregi rseva Tugamaradzeva Risevizani Babadebudi Arvadalachareva Mamulisadvis Mamulisatris Nebravusigovdili Anagamaradzeva Otshas ის დიდი იმპერია, რომელიც მსოფლიო ისტორიაში არაბთა სახალიფო სახელწოდებით არის ცნობილი, მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას, წინა აზიდან დაწყებული, მთლიანად სამხრეთ კავკასიის ჩათვლით, აფრიკის ჩრდილო სანაპიროს ჩათვლით, პირინეის ნახევარკუნძულის ჩათვლით. ევროპაში მათი შესვლა ფაქტიურად შეაჩერა ფრანკთა იმპერიის მაიორდომა კარლ მარტელმა. აი სადაც კი გაიარეს და დამკვიდრდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ყველგან დაყარეს თავისი სარწმუნოება, ისლამი შეიტანეს. აი სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა თავისებური მდგომარეობა. ალბანეთში ამ დროს იწყებს შეკრებას ისლამი, სომხეთის ნაწილში გავრცელდა ისლამი, საქართველოში ისლამი არ გავრცელდა. და ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სამხედრო მოღვაწე იყო მურვან-ყრუ ომაელი. ომაელების გვარიდან იყო ის ყრუ შეარქვეს ქართველებმა თავის სისასტიკის გამო, გარდა ამისა მან ძალიან დიდი სისასტიკეები ჩაიდინა სომხეთში, ჩვენს მეზობელ სომხეთში, სადაც ჩვენმა მეზობლებმა სომხებმა მას შეარქვეს სახელი ავარანშანი, ანუ განმანადგურებელი. ჩვენი ისტორიკოსი წერს, რომ გადაუარა მთელს კავკასიას და მთელი ქალაქები და სოფლები აოხრა და გააყო. და სწორედ ამ დროს, როცა ფაქტიურად არავინ წინააღმდეგობის გამწევი არ იყო მურვან-ყრუს წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ არგვეთის მთავრებმა, იმიტომ რომ მთავარი გაცილებით უფრო მაღალი წოდება ვიდრე ერისთავი, მაშინ ამ ღირსეულმა პატრიოტებმა, მამულიშვილებმა და ქრისტიანებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მომხდურს და რაც მთავარია, მათ დატოვეს ისტორიაში არნახული სამაგალითო გმირობის ამბავი. ეს იყო თარეშული ომი,
ანუ პარტიზანულ ომს როგორც უძახიან თანამედროვეები. თარეშული ომი იმიტომ იყო, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო ამ ორ ძალას შორის. ფაქტიურად მთელი აზია იყო შემოსული მაშინ საქართველოში და ის აიძულეს, რომ ძალიან დიდი ხნით შეჩერებულიყო იმერეთში და მისი მთელი სამხედრო სტრატეგიული ჩანაფიქრი ჩაშალეს ძმებმა მხეიძეებმა. საინტერესოა, რომ ჩვენი ისტორიკოსი აღწერს, რომ მურვანყრუ ადევნებდა თვალს ბრძოლას და ძალიან მოეწონა ეს ორი შესანიშნავი მებრძოლი, რომელიც ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდნენ, შესახედავადაც მშვენიერები იყვნენ და პირდაპირ განკარგულება ჰქონდა გაცემული, რომ ცოცხლად შეეპყროთ ესენი. მართლაც შეიპყრეს ცოცხლად და მარცხდნენ. ქართველები ამ ბრძოლაში ცოცხლად შეიპყრეს ესენი და მოგვარეს მურვანყრუს. აი აქ საინტერესოა მათი დიალოგი. მურვანყრუ პირდაპირ ეუბნება: მიიღეთ ისლამი და რაც გაქვთ თქვენი სამფლობელო და თქვენი მიწაწყალი და ყველაფერი და რა თანამდებობაც გაქვთ, მდგომარეობა, იმაზე მეც მოგცემთ ყველაფერს. ესენი არიან არგეთის მფლობელები, თავარი ამას ნიშნავს ამ დროს უზენაეს ხელისუფალს. ესენი უარს ამბობენ ისლამის მიღებაზე. ერთ სიტყვით ამის შემდეგ მიდის მთელი ამბავი, როგორც ცდილობს მურვანყრუ მათ გადმობირებას, როგორც ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, აიძულოს ეს გააკეთოს და ბოლოს, ოდესაც არაფერი არ გამოდის, ცნობილია, რომ ისინი მოწამებრივი სიკვდილით აღესრულნენ და ეს ბრძოლა საბოლოოდ მათი მოხდა მდინარე წყალწითელას ნაპირზე, სადაც ისინი დახოცეს და შემდეგ ქართველებმა ისინი ამოიღეს აქედან და დამარხეს მდინარე წყალწითელას ნაპირზე. რამოდენიმე საუკუნის შემდეგ ბაგრატ მესამემ საქართველოს გამაერთიანებელმა გადმოცემით არის ეს ცნობილი ნახა სიზმარე, სადაც მას ესიზმნენ ძმები მხეიძეები. შემდეგ მოხდა აქ ბრწყინვალე ტაძრის აგება. აი ეს პიროვნებანი შევიდნენ როგორც გმირი მებრძოლები მაჰმადიანთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი წარმომავლობა ძალიან საინტერესოა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით ისტორიკოსებმა, როდის დაწინაურდა ეს გვარი ქართულ ფეოდალურ იერარქიაში, მაგრამ ფაქტია, რომ მერვე საუკუნეში ისინი წარმოადგენენ ადმინისტრაციული ერთეულის ზემო იმერეთის, ანუ არგვეთის მთავრები არიან ისინი. როგორც ჩანს, არის საერთო წარმომავლობა იგივე ძალიან ცნობილი და სახელგანთქმული ქართული გვარისა, ბაღვაშებისა და როგორც ჩანს, მხეიძეები და ბაღვაშები არიან ერთი ფუძიდან წამოსულნი. მოგეხსენებათ, თრიალეთში როცა გაბატონდნენ ბაღვაშები, ისინი ცნობილი არიან, რომ ისინი კაცხიდან, ანუ ზემო იმერეთიდან არიან გადასულები თრიალეთში. ძალიან იშვიათობა არის ის, რომ ძველი ფეოდალური გვარები მთელი საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ ღირსებას. იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში და არა მარტო საქართველოს ისტორიაში ძალიან ხშირად იყო აღზევება და დაცემა ამა თუ იმ ფეოდალური გვარისა. აი მხეიძეები იშვიათი გამონაკლისები არიან, იმიტომ რომ ისინი 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ამ ფეოდალურ ღირსებას, წარმოადგენენ ძალიან ძლიერ სახელმწიფო მოღვაწეებს, როგორც გაერთიანებული საქართველოს პირობებში, ასევე იმერეთის სამეფოს პირობებში და აგერ უკვე 19 საუკუნემდე მოყოლებული, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა ეს სათავადო, ისინი 19 საუკუნემდე ინარჩუნებდნენ ძალიან ძლიერ პოზიციებს ქართულ ფეოდალურ იერარქიაში. ისინი იყვნენ ძალიან კარგი სამხედრო მოღვაწენი, იყვნენ სახლთუხუცესები, იყვნენ ქეშიქთუხუცესები იმერეთის სამეფო კარზე. ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდნენ სამეფო კარზე მთელი ეპოქის განმავლობაში და რაც მთავარია, მათი ღვაწლი არის ძალიან მაღალი ქვეყნის წინაშე, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მხეიძეები არიან ერთ-ერთი გამორჩეული გვარი საქართველოს ისტორიაში და არის ასეთი მცნება ქებული გვარი. ეს არის მართლაც რომ ქებული გვარი და საამაყო გვარი მთელი ჩვენი ქვეყნისათვის. წმინდა ადგილზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, სწორედ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები აცვენია, სასწაულმოქმედი ნაწილები, რომელთაც თავიანთ სიცოცხლე მერვე საუკუნეში მურვანყრუს შემოსევების დროს იქნენ ისინი ნაწამები. მათი თითოეული ნაბიჯი, მათი თითოეული მოქმედება სულისა
არის ღვთისმსახურება და სამშობლოს ერთგულება, ისინი არ გვეთის თავრები იყვნენ. და მათი ვალდებულება იყო, როგორც ქართველების, როგორც თავრების დაეცვათ საკუთარი ქვეყანა. უთანასწორ ბრძოლაში ისინი ტყვეთ ვარდებიან, მაგრამ აი ნებისმიერ შეთავაზებაზე, რომ გაყიდონ სამშობლო, უარყონ თავის სარწმუნოება, ეს მათთვის იყო რაღაცა ისეთი სულელური აზრი, რომ მათ სიკვდილი არჩიეს აი ამ მართალი სწორი მსახურებისათვის და წარმოიდგინეთ, რომ იყო დრო საქართველოში, როცა მისი ნაწილების განადგურებაც კი უნდოდა. ხეიძეთა გვარი ეს საოცრად დიდი გვარია, ისტორიული გვარია, ქართული გვარია, რომელსაც ღვთის მადლი და ღვთის ნიჭიერება დახვებათ, აი როგორც გითხარით, წმენაში, მამულის, ოჯახის და ტაძრის სულიერი ეცნობისათვის. მე ვიცნობ ძალიან ბევრ ხეიძეს, რომელიც დღესაც აგრძელებენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებს და როცა ქვეყანას ჰყავს ასეთი შვილები, ნიშნავს იმას, რომ საქართველო გადარჩება და საქართველო გამწყინდება. ფაქტი ერთია, რომ მერვე საუკუნის შემდეგ მოწამეთა არის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი საქართველოში და ძალიან ბევრ სასაულს მიაწერენ ძმები მხეიძეების ნეშტს. ოჯახის ფარველები არიან ძმები მხეიძეები. მოგეხსენებათ მათი ნეშტის ქვემოთ არის პატარა ადგილი, სადაც მორწმუნეებმა უნდა გაიარონ და თუ იმ ადგილს გაივლიან, აუცილებლად ეს ნიშნავს, რომ იმ ოჯახს ძალიან მალე შვილი ეყოლება. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიან იქ მომლოცველები და დღესაც ითვლება, რომ დავითი და კონსტანტინეს ნეშტი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მირონცხებული და ცხოველმყოფელი ნეშტი, ქრისტიანული წმინდანთა ნეშტი საქართველოში. ამ გვარს სამი წმინდანი ყავს ქართულ ისტორიაში, რაც ძალიან იშვიათობაა ქართული ეკლესიის ისტორიაში. ჩვენთვის არის ცნობილი, როდესაც მამა გიორგი უძლევაში იმყოფებოდა, მას გამოეცხადა ღვთისმშობელი და განკურნებული იქნა ღვთისმშობლის გამოცხადებით. წმინდა მამებთან ერთად მოღვაწეობდნენ მამა გაბრიელ ურგებაძე, მამა ვასილი ფირცხალავა და აღასრულებდნენ აი სულიერ მოღვაწეობას. და თვით მამა გაბრიელი იყო მამა გიორგის მათი სულიერი შვილი. გარდაცვალების წინ მამა გაბრიელმა აზიარა მამები და ის დაესწრო მათ გარდაცვალებას, სულის გასვლას. მამა გიორგი მწმინდანთა რიგს მიეკუთვნება, რომელთაც შეძლეს აქვე დედამიწაზე თავიანთი მოღვაწეობით ქცეულიყვნენ სულიწმინდის ჭურჭლად, რომელიც ახარებისეული სანთლის მსგავსად იწვევდნენ ღვთისათა მოყვასის სიყვარულისათვის და გზას უნათებდნენ ყველა ადამიანს უფლისაკენ მიმავალ გზაზე. მან აქვე იგემა სასუფეველის სიტყვება და სიხარული. ჩვენთვის ბერმონაზნობისათვის მამა გიორგის მოღვაწეობა მონაზნური დიდი მაგალითია. ათეისტურ პერიოდში ეკლესიისათვის გაწეული დიდი ღვაწლისათვის მამა გიორგი მხეიძე შეირაცხა წმინდანად და ეწოდა გიორგი იოანე ამსარებელი. მადლობა ღმერთს ამისათვის. მეთქვა დაგულწთ. გაფორმებული იყვნენ ყარაულებად, როგორც აი ისტორიული ძეგლის მცველებად და არა როგორც ბერებად. მაგრამ მიუხედავად ამისა, მამა იონე და მამა გიორგი სრულყოფილად აღასრულებდნენ მონასტრის წესს. აქ ხდებოდა როგორც ნათლობა, ჯვრისწერვა, წირვა-ლოცვა, ზიარება. ახლო-მახლო სოფლებიდან მოდიოდნენ
გლეხები და აი მამებთან ერთად ეზიარებოდნენ ღვთის უფლის სისხლსა და ხორცს. მამა იოანე მოღვაწეობდა 57 წლამდე, შემდეგ ძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მამა გიორგი 62 წლამდე იყო. 62 წლის გარდაცვალების შემდეგ ბეთანის მონასტერი ხანმოკლე პერიოდში ისევ დაცარიელდა და ისევ შეწყდა მონასტრული ცხოვრება. წმინდა სინოდის მიერ იქნა მამა იოანე და მამა გიორგი შერაცხული კანონიზირებული წმინდანად. ეს ჩვენთვის დიდი სიხარული იყო. ისინი გამორჩეოდნენ მაღალი სულიერებით, დიდი სიყვარულით და მათი დამსახურება იყო, რომ ამ მონასტერში არ შეწყვეტილა წირვა-ლოცვები და ეს საიდუმლოების აღსრულება. აუცილებელია, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს ღვაწლი ძმათა მხეიძეთა, რომელიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამიტომ მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს აი ამ გადაცემაში მაქვს საშუალება ვილაპარაკო იმ დიდებულ გვარზე, იმ დიდებულ ქართულ გვარზე, ერთ-ერთ უძველეს ფეოდალურ გვარზე საქართველოს ისტორიაში, როგორც არის მხეიძეების გვარი. და მე მინდა ყველა მხეიძე დავლოცო დღეს საქართველოში და დავლოცო მომავალი იმ დიდი დიდებით, იმ ერთგულებით, ფისა და მოყვეცა, რაც დავით და კონსტანტინემ შემოუნახა სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს.